ბიოგრაფი ლივინგის პროექტი დაირა მდებარეობს თბილისის ერთ-ერთ უძველეს უბანში, ორთაჭალაში. ჩვენი მიზანი იყო შეგვიქმნა ისეთი საცხოვრებელი პროექტი, რომელიც ერთდროულად ფუნქციურიც და ესთეტიკურად გამორჩეული იქნებოდა. შენობა გარემოს ფარდასავით რომ არ ჩამოფარებოდა, ქუჩის ხაზიდან შევწიეთ ტერიტორიის ცენტრისკენ, სიღრმეში, ხოლო პედესტალის ფასადი მიუყვება ქუჩის განვითარების ხაზს. ამავდროულად გაფართოვდა საჯარო სივრცე, რომელიც ხალხზე ორიენტირებული გახდა. პროექტი დაირა შედგება ორი ძირითადი ნაწილისგან, პედესტალის და მაღლივი საცხოვრებელი ბლოკისგან. ეს ორი მოცულობა ერთმანეთისგან გამოყოფილია დაბალი ტექნიკური სართულით, რომელსაც ასევე ფუნქციური დანიშნულება გააჩნია. კერძოდ, მასში განლაგებულია სხვადასხვა ტიპის ტექნიკური დანადგარი. ფუნქციურად შენობა გამიჯნულია. პირველ სართულზე განთავსებულია კომერციული ფართები, რომლებიც საზოგადოებისთვის ადვილად ხელმისაწვდომი იქნება. ქუჩის გასწვრივ საცხოვრებელ ნაწილსა და კომერციულ ფართებს შორის მდებარეობს ღია ავტოსადგომის სართულები და დამატებით მიწისქვეშა ავტოსადგომი, რომელსაც შესასვლელი გვერდითა ქუჩიდან აქვს. დერეფნული სისტემის ნაცვლად პროექტში გამოვიყენეთ ბირთვის კონცეფცია, რათა მაღლივი სართულებიდან ყველა მხარე შესაძლებელი ყოფილიყო ქალაქის ხედის აღქმა. საცხოვრებელი ნაწილი შედგება მოდულური ბლოკებისგან, რომლებიც სართულებს ერთმანეთს ენაცვლება და დინამიკურ ფორმას ქმნის. ფასადზე გამოყენებული ალუმინის საჩილობლის სისტემა სხვადასხვა ფერშია გადაწყვეტილი და გრადაციის ეფექტი იქმნება. ქვემოდან ზემოთ თანდათანობით ტონები ღიავდება, რაც შენობას ამსუბუქებს და არქიტექტურულად დინამიურს ხდის. პროექტი აკმაყოფილებს ენერგოეფექტურობის ყველა სტანდარტს. ამასთან გათვლილია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. ფასადები დათმუნებულია და მოპირკეთებულია მაღალი ხარისხის ფიბროცემენტის პანელებით, რაც გამოირჩევა სიმტკიცით და ამინდისადმი მდგრადობით. პროექტი დაირა კომპლექსურად შერჩეული მასალებით და გამორჩეული არქიტექტურით ქმნის თანამედროვე სივრცეს, რომელიც ორთაჭალის ისტორიულ გარემოს ახალ სიცოცხლეს ძენს.